თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. პედოფილია არის სერიოზული პრობლემა, რომელიც ცნობილია უძველესი დროიდან, რომელსაც შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს როგორც თავად პედოფილზე, ასევე მისი სურვილის ობიექტზე. გარდა ამისა, ეს არის ფსიქიური აშლილობის კატეგორიაში მოთავსებული პრობლემა და როგორც ასეთი ფსიქოლოგიის პროფესიონალების ჩარევას უკავშირდება. ხშირად პედოფილიის წარმომავლობას ანტიდასავლური კამპანიისთვის იყენებენ, თუმცა დადასტურებულია, რომ ყველაზე შეუწყნარებლები ამ დანაშაულის მიმართ სწორედ რომ დასავლური ქვეყნებია. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. პედოფილია როგორც ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ფორმა, თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მსგავსი დანაშაული როგორც წესი, ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, მაღალი კორუფცია და ძლიერი ორგანიზებული დანაშაულია. თუმცა არც განვითარებული სახელმწიფოებია ასეთი საფრთხისაგან ბოლომდე დაცული. ამიტომ არასრულოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და დამნაშავეთა დაჟისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებული ზომები ტარდება. ბავშვებზე სექსუალური ძალადობა დასავლეთის ქვეყნებში მძიმე დანაშაულად ითვლება. მოძალადეების წინამდე გამოყენებული სასჯელები ხშირად იმდენად მკაცრია, რომ საზოგადოებრივი ჯგუფების ნაწილის პროტესტსაც კი იწვევს. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად პოლონეთი, ესტონეთი, პედოფილიისათვის გასამართლებული პირების მიმართ სასჯელის სახით იძულებით ქიმიურ კასტრაციას იყენებენ. გარდა ამისა, ნებაყოფლობითი ქიმიური და ფიზიკური კასტრაციის პრაქტიკა, როდესაც დამნაშავეს თავაზობენ შესაბამისი პროცედურის გავლას, სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, სკანდინავიის ქვეყნებში. დაახლოებით ხვდებით ხომ, რა სერიოზულად აღიქვამენ ამ დანაშაულს დასავლეთში, უფრო მკაცრად ვიდრე ჩვენთან. ნუ თუ არ ჩავთვლით, რომ პედოფილებს ციხეში სხვა პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობა ელოდებათ, თუმცა ეს სახელმწიფოს მხრიდან პრევენცია არ არის. პედოფილიის საზარელი ფაქტები ხშირად გვესმის და ალბათ ბევრად უფრო მეტია მსგავსი ფაქტები, რაც დღის სინათლეზე არ და ვერ გამოდის. ამ მიმართულების მცოდნეთ არ გამოვდგები, მაგრამ საინტერესოა, იყენებენ თუ არა ჩვენთან მსგავსი დანაშაულის გამოვლენის მიზნით ეგრეთ წოდებული დანაშაულის პროვოცირების მეთოდს. მსგავსი მეთოდები ხშირად შევხვედრია კორუფციისა თუ ნარკორეალიზატორის ფაქტების გამოსავლენად. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, ოპერატიული მუშაკი ინტერნეტში თავს ასახებს არასრულოვნად, რომელთანაც დამნაშავე შედის ინტიმური ხასიათის ვირტუალურ კონტაქტში. ითანხმებს მათ შეხვედრაზე და ამ შეხვედრის დროს ხდება მისი დაკავება. NBC-ს ჰქონდა საინტერესო ჟურნალისტური გამოძიების სერიები, სადაც სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ასეულობით პედოფილის გამოვლენა და დაკავება მოხდა. დევს YouTube-ზე ეს სერიები და რამდენიმე მათგანიც, რომ ნახოთ მარტივად მიხვდებით, თუ რაოდენ დაუცველ გარემოში ცხოვრობენ ბავშვები, რადგან გამოვლენილი პედოფილები ყველა სოციალური წრიდან არიან: მასწავლებლები, ჯარისკაცები, ბიზნესმენები, იურისტები, სასულიერო პირები, ექიმები, მდიდრები, ღარიბები, მშობლები, მარტოხელები და სხვა. ამის შემდეგ პედოფილია გამოიყენო ანტიდასავლური მიზნებისათვის უბრალოდ სირცხვილია. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.